ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ამასთან ამავე საქმეზე კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგინება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები წითელი ციρკულარით ძებნილი ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მობილური ტელეფონი დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50,000 დოლარის თურქეთში ჩატანა. თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ სამ პირს 10,000 დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ბიზნესმენის ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება მოიყვანეს სისრულეში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს მაღაზიის მინის ფასადი. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.